ის სამშობლოდან შორს მონაკოს სამთავროში, მონტე-კარლოში გარდაიცვალა. არა და სამშობლოს სულ ახსოვდა. ამ მუდმივი ხსოვნის დასტურია ერთი თავშესაქცევი ამბავი. 1956 წელს ხელოვნებათმცოდნე ოთარ ფირალიშვილმა ჟურნალ დროშაში ალექსანდრე შერვაშიძის ნეკროლოგი გამოაქვეყნა. არა და მხატვარი ცოცხალი იყო. თუმცა რკინის ფარდის მიღმა პასუხის მიწვდენა ძნელი აღმოჩნდა. სტატიის ავტორს შერვაშიძემ წერილი 2 წლის შემდეგ გამოუგზავნა. იგი წერდა: ერთ უზუსტობას შეგისწორებ. მე ჩემდა გასაოცრად ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, მაგრამ ბევრს ვავამტყოფობ და სულ მარტო ხელავ ცხოვრობ. ყველაფერი რაც გამაჩნია, მზად ვარ ვუსახსოვრო მუზეუმებს თბილისსა და სოხუმში. მოგვიანებით მავანმა ამ ანდერძიდან სიტყვა თბილისი რატომღაც დაივიწყა. დაივიწყა მისი ლამაზი გაკრული ხელით ყველა ნახატზე შესრულებული ავტოგრაფი შერვაშიძე და ის რატომღაც ჩაჩბათ აქცია. დღეს სეპარატისტულ აფხაზეთში ალექსანდრე შერვაშიძე პირველ აფხაზ მხატვრად და დეკორატორად მოინათლა. თუმცა ამ ნათლობას რეალობასთან არანაირი საერთო არ გააჩნია. ალექსანდრე შერვაშიძე აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, რუსთამიერ ვორონეჯში გადასახლებული მიხეილ შერვაშიძის ძმისშვილია. იმ მიხეილისა, რომლის საფლავის ქვას დღესაც ქართული ეპიტაფია ამკობს და რომლის კარზე მყოფი რუსი გენერალი კოცებუ წერდა: თავარ შარვაშიძეთა ოჯახში დამწერლობისათვის ქართული ენა გამოიყენებაო. მან კიევში დაიწყო ხატვა. 1991-95 წლებში კი სწავლა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში გააგრძელა. ევროპულ ხელოვნებას 1994 წელს ეზიარა, როცა პარიზში კორმონისა და ჟულიენის სახელოსნოებში განათლების გასაგრძელებლად გაემგზავრა. საფრანგეთში მან დაწვრილებით შეისწავლა მუზეუმებში დაცული ნამუშევრები და ჩაუღრმავდა თანამედროვე ფრანგული ხელოვნების არსს. შერვაშიძე გახდა პარიზის რუსული მხატვრული წრის წევრი და მიმდინარეობა ხელოვნების სამყაროს მონაწილე. დაიწყო ინტენსიური ურთიერთობა პარიზის სახელოვნებო ლიტერატურულ წრეებთან. სიცოცხლის ბოლო წლები ალექსანდრე შერვაშიძემ მოხუცებულთა პანსიონატში გაატარა. 1958 წელს უკვე ღრმად მოხუცებული მხატვარი ქალიშვილს წერდა სოხუმში. ხოთ სამუშაოზე ვფიქრობდი. ძალიან ცოტა საკუთარ თავზე. როდესაც ჩემი როგორც დეკორატორის კარიერა დასრულდა, სრულიად უსახსროდ დავრჩი. მიუხედავად მატერიალური სიდუხჭირისა, თავისი უმდიდრესი არქივი საქართველოში უსასყიდლოდ გამოაგზავნა და თანხის მიღებაზე უარი განაცხადა. აქ იყო ყველაფერი: დაწყებული სცენის მუშანახაზებით, ეკონომიკური გაანგარიშებებით და სხვა ჩანაწერებით დასრულებული. სრულყოფილი მხატვრული ნაწარმოებებიც აქ იყო. განსაკუთრებით ფასეულია მიმოწერა ხელოვნების მოღვაწეებთან, აფიშები, რეკლამები. ეს ამანათები ჩემი ხელით შევკარი, საგანგებოდ აღნიშნავდა ალექსანდრე შერვაშიძე. საქართველოსათვის ამ დიდი განძის ჩუქებისა და გულთბილი სიტყვების შემდეგ მხცოვანმა მხატვარ დეკორატორმა კიდევ 10 წელი იცოცხლა და 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.